მე ვარ სოფელი ერედვიდან ლიზა ჟუჟნიაშვილი. მინდა ერთი შეკითხვა დაუცვა ბატონ მალახშიას. რატომ არ გააფრთხილეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ომი გარდუვალი იყო და გამოსულიყავით? თუ თვითონ არ გამოგვიყვანეთ, ჩვენ ხო შეგვეძლო ჩვენი ძალით გამოსულიყავით. მათ სასწორზე დამადებინეს შვილისა და მამის სიცოცხლე. იძულებული გავხდი ორიდან ერთ-ერთი ამ მომენტია. მაპატიოს მამა ჩემის სულმა და მაღალმა ღმერთმა, რომ შვილის სული ვარჩიე და მამა ვერ გამომიყვანე. დღემდე ტვირთად მაწევს ეს. დღემდე მამის საფლავი არ ვიცი. ისე დაიღუპა, რომ ვერ გავიგით იმის საფლავი სად არის. დაიმარხა თუ არ დაიმარხა. ასევე დაემართა ბიძაშებს. რა გინდოდათ ხალხო? რისთვის გაგწირეთ? საზარბაზნეხორცად რატომ გაგწიეთ? თქვენ გინდოდათ გენოციდი მოგეწყოთ ჩვენთვის და სოფლიოსთვის დაგენახებინათ რუსეთები, როგორი აგრესორები და ბოროტები იყვნენ, მაგრამ თქვენ იმაზე მეტი ბოროტობა გავუიჩინეთ. თქვენი ადგილობრივი მაცხოვრებლების წინაშე. ჩვენ თუ რუსებისთვის ხვები ვიყავით და მტრები ვიყავით, ჩვენ ხო ქვეყნის შვილები ვიყავით. რა მნიშვნელობა ქონდა თბილისელი ვიქნებოდი თუ ერედველი ვიქნებოდი? რატო დამადეთ ეს დიდი ტვირთი ზურგზე წოდოთ? როგორ მოვინელო ეს დიდი წოდა? როგორ ვაპატიო ჩემ თავს ის რომ მამის სიცოცხლე შვილის სიცოცხლე ვარჩიე? როდემდე ვზიდო ეს ტვირთი? მიპასუხე ბატონო შოთა, გამეცეთ პასუხი.